დღეს ვიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. ძირითადი ამოცანა ჩვენი არის მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებში. ეს არის რეგულარული პლატფორმა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავარი ბანკირები და ასევე ფინანსთა მინისტრები, მთავრობის წევრები იმისთვის, რომ ისაუბრონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან მიმდინარე პროექტებზე, მიმდინარე თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე და ასევე ორხრივი შეხვედრები გამართონ თავის კოლეგებთან. ჩვენთვის ეს ყოველთვის არის შესაძლებლობა ასევე რომ შევხვდეთ საერთაშორისო ინვესტორებს. ძალიან სასიხარულოა რომ ყოველწლიურად ინტერესი საქართველოში ინვესტირებისადმი იზრდება და კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა რომ ის ინვესტორები, ვინც აქამდე მონაწილეობდნენ ჩვენთან მსგავს შეხვედრებში, პოტენციური სტატუსიდან უკვე ასე ვთქვათ გადმოვიდნენ რეალური ინვესტორების სტატუსში. ანუ დავარწმუნეთ, რომ საქართველო არის საინტერესო, მაკროეკონომიკურად სტაბილური, მუდმივად ზარდი ეკონომიკა, სადაც საკმაოდ სარფიანი არის და უსაფრთხო ინვესტიციების განხორციელება და ძალიან მაღალი არის ინტერესი. ასე რომ გვექნება შესაძლებლობა წამყვანი ამერიკული ბანკების ორგანიზებით დიდ ჯგუფებს ინვესტორთა შევხვდეთ. აქ როგორც მოგახსენეთ არიან როგორც უკვე არსებული ინვესტორები, ვინც აქტიურად აბანდებენ თანხებს, მათ შორის ჩვენ სახაზინო ვალდებულებებში, კორპორატიულ ფასიან ქაღალდებში, ასევე პოტენციური ინვესტორები, ვისაც დიდი ინტერესი გააჩნია საქართველოსთან.